გვეშველა გამოიამინდა დათბა ისე მიხარია ხალისიც მომივიდა გარეთ რო გამოვედი ძალიან მიყვარს მესითბოზე პირდაპირ ჩემ განწყობაზე მოქმედებს მიმაღლდება იმ წუთში განწყობა მზეს რო ხედავ და ბედნიერება არის რო დათბა არ ვიცი რა ვიწვიმები ალბათ ჯერ კიდე იქნება მესე მალე არ დამთავრდება წვიმები მაგრამ აპრილიდან აი მარტი ხოლმე მაინც ისეთი არის მარტი გოგოებო ბოლომდე რო არ გამოიღვიძა რა გარემო და აპრილი უკვე სხვანაირია აპრილში უკვე ძალიან იგრძნობა გაზაფხული სურნელი ყვავილების თუხების სხვანაირია აპრილი ნამდვილი გაზაფხულის თვიანი მარტში მაინც ისია ხოლმე იხანი ირევა თოვლი მოვიდა მთებზე მაისი ხო საერთოდ მადლობა რომ ამ ყველაფერს შეფასების უნარი მოგწე და ეს ყველაფერი მე რო აფასებ სიხარულს იწევს შენში დაბაში რომ წავიდე წყალი წამოვიდე და როცა რაღაცაზე და ისე მალე ამისრულა ღმერთმა ეგის სული ეკლესიაში მინდა წასვლა ძალიან მალე ამისრულა გუშინ ვილოცე და დღეს დილით უკვე ამისრულდა ეგ სული როგორ არ უნდა მჯეროდეს და არ უნდა მწამდეს ორნავიჩი მივედი ბოსტნეული მინდოდა საერთოდ არაფერია არ ღმერთო ჩემ ორნავიჩი რას დაემსგავს არ ვიცი ძალიან ცუდი მდგომარეობა არის აი არაფერი არ არის რა ბოსტნეული თუ მინდა ბაზარში კიდე ბაზარში წავედი და წამოვედი კარფუში ნახოთ აქ რა მდგომარეობა არის თქვენს გაჩვენებთ ყველგან არის რა ვიცი ადგილები არის ბოლოს იქთან ანუ ვერ შეხვალ რა მთელი კარფური უნდა გამოიარო რა შემოხვიდი არის აბა ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება გოგოებო ოდიში ამას კი გადაგვიწვის კარგი ყავის სუნით და გემრიელი მომინდა სისაური უნდა ვიყიდო წავედით ახლა ბოსტნეულისკენ ამაზად იღებ ჩემი ტელეფონი ამას ფერებში ამას ფერებში ვალარი ეს იქნება ხო აი ეს აქ მაინც არა უშავს რა რაღაცას ნახავარ აჰა ეს მინდა
ძალიან იდეალური არ არის, მაგრამ არჩე. კიდე მინდა ჭარხალი. და 95 ჩერდავათვალიეროთ ერთი ქათმის ხორცის განყოფილებაშიც მივიდე ნახო რა ხდება და მე ავარჩევ იმას ბოსტნეულს რაც მიჭირდება ბიუ-ბიუს ხო ყიდულობ მე, მაგრამ ერთი აქაც ვნახოთ. აი ესენი არაფერი არ შეიძლება. არაფრის ყიდვა არ შეიძლება. ფასები არის აქ მთავარი რა ხდება? ბიუ-ბიუს ყოფილა ესეც. ფასები თორე კი არის ისე ყველაფერი. ვნახოთ. 19 ლარი 19 ლარის არის ეს 1 კილო კაცეგრეგის მე მგონი კერტი დაფასოვებული რო არის ეს კოდა ჯობია რომ იქ მივიდე მე მგონი მაღაზიაში რამდენი გრამი 12 ლარის არის 9 კილო ქათმევი 22 ლარი თლიანი მე მგონი რომ ჯობია ეს ნაწილებად რო არის დაჭრილი დანაწილებული უფრო ძვირიდის თლიანი ქათამი რო იყიდო ბევრად უფრო არის მომგებიანი აი 2 ცალი ძალიან ძვირი გამოდის 1 კილო 7 ლარი იქ ბარკალი და აქ კიდე 658 გრამი 7 ლარი ძალიან ძვირია ჯობია ბიუ-ბიუს მაღაზიაში მისვლა ჯანსაღი და არა ჯანსაღი ხო იცით უკვე როგორ არის ჯანსაღი თუ უკვე რა მიარსებობს კიდე აღარ ვიცი მე ძალიან ისეთი მდგომარეობაა მაგრამ ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე ნუ ვცდილობ რომ ბოსტნეული ვიყიდო ეს არის ნივრიანი პური და კარფუში რო შედიხარ სულ ამის სუნიკა და თან ყველა ამას ყიდულობს ხოდა მომინდა მე ეს ვიყიდე და ვერ შევჭა მე არ მომეწონა მოლარე მითხრა რომ ისე მოგეწონება ვაფის გულისთვის მოხარხო კარფუშიო რომ ეს იყიდო და არ მომეწონა ვარი ვიყიდე შეიძლება კარფუში მაინც აარჩე ბოსტნეულს რა ვანი აბაყი ბევრი არა ერთი გაკეთება და მაინც ამას თან არ უყვარს კომბოს ოღონდ უყვარს ვიდრე აბაყი ორი ერთხელ რომ გავაკეთო ესე იდე ბანანი ახეთ რა კარგი ბანანია და 3 და რაღაცა ვიდა ხო აი ხოცია ნორმალია
ჩურჩხელა ეს რიცალი დავჭრი კომბოსტო იმიტომ რომ ფარიანკა კარგად ჭამე რა უჩაშუშუ კომბოსტოს და ჭარხალი მინდა რომ გავაკეთო დღეს ჭარხლით და მითი რა ქვია კარტოფილით გაკვეთ ისენია ისეთი თუნი აქვს ამ ნივრის სულ ამის სუნიტკა 27 ლარი გადავიხადე ყველაფერს შეც უნდა გადავაგდო იმიტომ რომ უჯრაში ვიქავ და ყველაფერს აუვა ამისთვის დაკვეთ აი ეს ეთი არის თხილი მეორეა კაკალი სულ დავჭრა ისინი შევინახოთ ესეთი სიტუაცია ეს უნდა გამომეცადა ჯერ არა ფშუს ნაის Nice. ეს კაკლისა. ეს თხილი იმ დღეს ვიყიდე თხილი თბილისი მოლში რო ვიყავი და ძალიან გემრიელია. მაგარია. ადრე უფრო თითქოს რბილი იყო რომ ვიყიდე. რამდენჯერაც მიყიდე უფრო რბილი იყო ხოლმე, არ ვიცი რა ძალიან გამოუშრათ, ვეღარ ეყიდებათ თუ ვერ ვიგებ რა ხდება. კვერცხს უნდა შევწვა ახლა. ბიჭებს უნდა შევუწვა. მომეც სიდერი მომეც. ნელადადიკო წარი ვოწვი ორნაბიცხო მანჩელები მივედი ვაფლი არ გინდა მათე? ვაფლი ვიყიდე და იკინკი შევინახოთ. ეხლა მე უნდა შევწვა გოგოებო იცით რამდენი კვერცხი 7 კვერცხი
7 Instagram-ზე შემხვდა გოგოებო ვიდეო კვერცხზე. ეს გოგო ამბობდა როგორ უნდა მივხვდეთო. რომელი კვერცხიაო ჯანსავიო, ანუ ქართული კვერცხი რა. ხო და ზედ უნდა ეწეროს 0-დან ზემოთ, მე მგონი რაღაც ვერ დავიმახსოვრდე. მაგრამ ეს კვერცხი რომ ნახე საერთოდ არაფერი არ აწერია. ჩვენ რასაც ვიტყვი. არაფერი არ აწერია ამას. არც ეს და არც ის. იგე, ახალი ამბავი. ზუსტად 1 კილოთი მეტი ამწონა სასწორვა და გამეხარდა. იმიტომ რომ ცოტა მინდა მოვიმატო. რომ კუნთი წამომივიდეს სხეულში. მოვიმატო. და რამდენიმე კილო, აი 5 კილოც რომ მოვიმატო არ არის პრობლემა. და მე ისევ დავიკლებ და ცხიმს დავიკლებ და კუნთი დამჩება. კუნთს აღარ დავიკლებ. ხოდა გამეხარდა რა ვიცება, ნახო. თუ არ გაჩერდა, ეხლა 2 თუ 3 დღეა წვიმები რო იყო, აღარ მივარჯიშია და შეიძლება მაგიტომაც მაჩვენა. ზუსტად 1 კილოთი ზედმეტი მაჩვენა რა, მეტი. შეიძლება შარვალი მაჩვენა, მაგრამ მაგდენით არ იქნებოდა მაინც. როგორც ჩანს, ცოტა მოვიმატე და შევაყე კიდევაც სახეზე მეტყობა. მაგრამ ზაფხულის შემდეგ სხვათა შორის 1 კილო კი არა. ზაფხულის შემდეგ მაქვს მე 3 კილო მომატებული. ზაფხულში ძალიან ვიყავი. შაშან ზაფხულს ვიყავი. ძალიან გავხდარი. დღეს კი 200 კალორია. და ვენდილი კარდიო გავაკეთე. და თან ისე პირველი დღე იყო დღესო, აი კარგი ბიზენი დაბრა, ეგრე არ შევხომე. უკვე რომ გონებას გერება. და გული რო ძალიან გერება. ისე ვიგვარჯიშე. და ძალიან წონო გადაგიცესო, როცა ვაჯიშობ. მიგამით, არაო. ასეთი შემის მაგციო, რომ წონო გაიცესო. კარგად ჭამეო, ეცმელია. თან სულშია. რაც ვაჯიში, დავიწყე სულშია. Asta. Puli vide, ipși da, și ეს არის სერი. შეიძლება ორივე დავჭრა. მათი მოეწონებათ. ამასაც დავიტან ვა.
წამოვიყვანი. თან არის ხომ დაგვრილი რა, სკოლის შემდეგ არ არსებობს, რომ სადმე უნდადეს მაგას გასეირინება. და ხომ წამოს რა. ისეთი დაგვრილია. ეს იორი სამიოთხი. აღარ გავიტანე მას ხია და მე მომოვი ეს ყובה რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვერდია მეუბნებოდა მაგრამ თავარი არისო ფსიქიკური ჯანმრთელობა და ეს არის გოგოებო 100%-იანი თავარია ჟანაო მადლიერებაო აი მადლიერი ვიყოთ ყველაფრისაო რომელიღაც ქვეყანაში ძალიან დიდხანს ცოცხლობენ და მათი საკვები ხვამობენ რომ ღორის ხორცი ის არის არ არის კარგი მათი საკვები არის ღორის ხორცი და კიდე რაღაცა მითხრა მავიწყდა მაგრამ ყველაფრის მადლიერები არიან 120 წლამდეც კი ცოცხლობენო და ძირითადად დაასკვნეს რომ საკვების ბრალი კი არა ეს კმაყოფილების გრძნობა რო აქვთ და მადლიერების გრძნობა რო აქვთ აი ამით იცოცხლობენ დიდხანს მართალია მე მაგას დიდი ხანია ჩავხვდი ძალიან დიდი ხანია ჩავხვდი რომ იმიტომ არის რომ ყოველ დღე ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის რაც გვაქვს რო ვარსებობ სიცოცხლისთვის ეს ხო ყველაზე დიდი ჯილდო არის რომ შეგვიძლია ვიცოცხლოთ ამაზე უფრო მეტი აი არ ვიცი რა რომ მოევლინე და ამ ყველაფერს რო ხედავ ეს ხო ძალიან დიდი ბედნიერებაა და მადლობა უნდა გამოთქვა ამისთვის და ეს ყველაფერი შენ თვითონ ხდის კარგად შენზე მოქმედებს ეს ყველაფერი კარგად არავის არ მოусმინო ვინ რას ამბობს შენზე აუცილებლად მოგწდებიან, აუცილებლად ჩამოგეკიდებიან, რომ ანუ თუ გინდა რომ წახვიდე, მაგრამ გეკაჩებიან, რომ ჩამოგაგდონ, დალახში ჩაგაგდონ, ჩაგფლან, არ მოусმინო არავის. მადლიერი იყავი, ღმერთისა, ცხოვრებისა, ყველასი, ყველაფრის, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებიც შენ ცხოვრებაში იყვნენ, მოვიდნენ და უკვე გარდაიცვალნენ. მადლობა ამისთვისაც ღმერთს, რომ ისინი ჩვენ ცხოვრებაში იყვნენ რაღაც მომენტში, თუნდაც აი ჩემი ძმა, რომელიც ჩემთვის ისევ ფაქტიურად ცოცხალია და თითქოს ეს კავშირი ისევ გრძელდება ჩვენი. ხო, მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს წინ გწევს ყველანაირად. და ნეგატივი მოიცილ. ჩაკეტე ის წყაროები საერთოდ, საიდანაც მოდის ნეგატივი. ჩაკეტე. ერთმა მილიონერმა თავის მოსწავლეს უთხრაო, რომ აი ეხლა შენი ტელეფონი ამოიღეო და კონტაქტები ყველაფერი წაშალეო, რაც აქ ტელეფონშიო გაოცდაო ეს ისა რა ქვია. ბავშვი, რას ქვიაო წავშალო. არავინ არაფერში არ გადგებაო შენ მადედა. ყველა კონტაქტი წაშალეო და მოიწია ახალი გზებიო. მოიწია ახალი გზები, ვისთან გქონდეს ურთიერთობა.
ადამიანებთან, რომლებმაც უკვე კი არ შეშურდებათ შენი, კი არ ჩამოგეკიდებიან, ჩამოგაგდებენ და ტალახში ჩაქფლავენ, ესე კი არ იზამენ პირიქით რომ მიაღწიეს უკვე. შეიძლება არც მიაღწიეს, მაგრამ დაგეხმარებიან. შეიძლება თვითონაც იმ გზაზე არიან, მაგრამ უკვე გეხმარებიან, ანუ არ შურთ პირიქით გეხმარებიან, რომ გაიარო, ანუ შენზე ცოტათი უფრო მაღლა არიან და გეხმარებიან, რომ შენც აგიყვანო იქ და გადაგიყვანო სხვა ეტაპზე. ვინც გეკაჩება დაბლა. ეს გზები, ეს კონტაქტები, ეს ყველაფერი მართლა ჩაკეტეთ, გოგოებო, აი მართლა დამიჯერეთ რა. დამიჯერეთ, იმიტომ არის ხოლმე, რომ იმ წუთში არ არსებობს რომ მე მსგავსი კომენტარი გამოვაქვეყნო. არავითარ შემთხვევაში. ეგეთი ადამიანები არიან წურბელები, რომლებიც სხვა ადამიანისგან იწოვენ ენერგიას. და ან შენ ცხოვრება შენ თვითონ უნდა იცხოვრო, ან კიდე სხვა უნდა გამოგიყენოს. იცხოვრეთ თქვენ ცხოვრება. მიყვარხართ და